ამინ. ერთმა დაგლოცოთ, შეგვეციოს აღსრულებული პარაკლისის მადლი და შეგვეციოს წმინდა დიდმოწამე გიორგი მისი ლოცვით და მეუხებით დაიფაროს ღმერთმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედა ეკლესია. ღმერთმა გაგახაროთ, შეგეციოთ დღევანდელ დღეს მოხსენიებული ყველა წმინდანის ლოცვა და მადლი. დღეს ეკლესია მოიხსენებს მოწამე პოლიევქტო მხედარს. მელიტინში მოღვაწეობდა ეს ადამიანი, ის ხდება მე-3 საუკუნეში. იგი იყო დეკიუსის რაზმის მხედარი და ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა უკვე ვალერიანის იმპერატორობის დროს. მისი ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი მეგობარი, რომელიც იყო მორწმუნე ქრისტიანი, თვითონაც პოლიევქტო იყო ძალიან ზნეობრივად მცხოვრები ადამიანი, მაგრამ წარმართობას, ასე ვთქვათ, თავს არ ანებებდა, ვერ ეშვებოდა. წარმართულ სარწმუნოებაზე იყო და მისი ეს მეგობარი, რომელიც მტკიცე ქრისტიანი იყო, ერთ დღეს ეუბნება, რომ გამოიცა, როგორც იცით, იმ დროს ქრისტიანთა დევნა ხდებოდა და იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა ქრისტიანი უნდა დაესაჯათ სიკვდილით და შეეპყროთ და სიკვდილი დაესაჯათ და ეს მეგობარი ეუბნება პოლიევქტოს, რომ ჩვენ ამიერიდან დავშორდეთ, იმიტომ რომ მე დამიჭერენ და შენ ალბათ კერპსახურებაზე მაინც ვერ იტყვი უარსო და პოლიევქტოს ეს რაღაცას ეუბნება მის მეგობარს, რომ გუშინ სიზმარში ჩვენება ქონდა მაცხოვრის ქრისტე ეჩვენა და გახადა ძველი სამოსი და ახალი სამოსით შემოსა და მეც მზად ვარ, რომ ქრისტესთვის ვეწამო და ქრისტეს ვემსახურო და გადის თავარ მოედანზე და ხევს იმ ბრძანებას, რომელიც ჩამოკიდული იყო, რომელიც ყველა ქრისტიანის, ასე ვთქვათ, შეპყრობას და წამებას ეხებოდა იმპერატორის ბრძანება და მისი პოლიევქტოს სიმამრი იყო ერთ-ერთი მთავარი პერიოდში და მისი შემხედვარე უბრალოდ გზა არ ქონდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, შეეწყალებინა მისი სიძე და ეუბნება, რომ შენ უკვე ისეთ საქციელი ჩაიდინე, რომელიც სიკვდილს იმსახურებს და მიდი და გამოემშვიდობო შენ ცოლ-შვილს, რომ სიკვდილით უნდა დაისაჯო და მართლაც ბრუნდება სახლში პოლიევქტო, რომ გამოემშვიდობოს ცოლ-შვილს და ცოლი ეხვეწება მას, რომ გადავიდეს, უარყოს ქრისტე და ისევ დაუბრუნდეს თავის ძველ, ასე ვთქვათ, წარმართულ სარწმუნოებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა და პოლიევქტოსმა ხმამაღლა ყველას წინაშე აღიარა ქრისტე და ის სიკვდილით დასაჯეს. შეგვეციოს მისი ლოცვა. შემდეგ უკვე კონსტანტინე დიდის მეფობის დროს მის სახელზე კონსტანტინე დიდმა აშენა ეკლესია და მელიტინში და საკმაოდ ისეთი სიკვდილის მერეც ამ ასე ვთქვათ, სასწაულს აღასრულებდა ეს ადამიანი და ძალიან ისეთი პატივდებული იყო ხალხშიც მისი, ევედრებოდნენ უშვილოებისთვის, ევედრებოდნენ სხვადასხვა გასაჭირის დროს მას და ის, რა თქმა უნდა, წმენით ყველა მისულს, წმენით მასთან მისულებს, ასე ვთქვათ, უსრულებდა თხოვნას. შეგვეციოს მისი ლოცვა და მადლი. დღეს ასევე წმინდა ეკლესია, ჩვენი დედა ეკლესია მოიხსენებს პეტრეს სებასტიელ ეპისკოპოსს. ეს ადამიანი არის ბასილი დიდის ძმა. მოგეხსენებათ, ბასილი დიდის ოჯახი ზოგადად გამორჩეული ოჯახი არის, ასე ვთქვათ, ეკლესიის ისტორიაში. მისი ბასილი დიდის ოჯახის 6 წევრი არის წმინდანად შერაცხული წმინდანად შერაცხა დედა ეკლესიამ და ერთ-ერთი არის პეტრე სებასტიელი ეპისკოპოსი, რომელიც მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ 6-დან დედმამა არის შერაცხული წმინდანად, მათი და არის შერაცხული წმინდანად, რომლის ხსენებაც იქნება უახლოეს მომავალში. ხვალე არის მის ერთ-ერთი ძმის კიდე გრიგოლ ნოსელის ხსენება და 3 ეპისკოპოსი იყო ამ ოჯახში: ბასილი დიდი, პეტრე სებასტიის ეპისკოპოსი და გრიგოლი ნისიის ეპისკოპოსი და საკმაოდ ისეთი, ასე ვთქვათ, მადლიანი და დიდი ოჯახი არის ეს როგორც ეკლესიისთვის და ჩვენ მეოხები არიან ჩვენ წინაშე. შეგვეციოს პეტრე სებასტიელის ლოცვაც, ის მე-4 საუკუნის მოღვაწე იყო, როგორც მოგახსენეთ, სებასტიის ეპისკოპოსი და ბევრი ცნობა არ არის მის ცხოვრების შესახებ. ერთი ის ვიცით, რომ ის მონაწილეობას ღებულობდა მეორე მსოფლიო კრებაზე, რომელიც 391 წელს დაიმართა კონსტანტინოპოლში და იყო ამ კრების ერთ-ერთი მონაწილე. დიდი მღვდელმთავარის ლოცვა გვეწეოდეს ყველას და დალოცოს სრულიად საქართველო და ჩვენი დედა ეკლესია. როგორც დღევანდელი საკითხავი არის ესეთი სვინაქსარიდან,
ადამიანები როდესაც ღვაწლში არიან, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ისინი რაღაც ხიბლს მიეცემიან და ხშირად ეშმაკის, ასე ვთქვათ, თავდასხმის ობიექტები ხდებიან და ეს ბოროტი ყოველთვის ჩასაფრებული არის იმისათვის, რომ ადამიანი რამენაირად აცდუნოს და ყველაზე ისეთი ცდუნება ის ადამიანებზე მოდის, რომლებიც ამ სოფლის, ასე ვთქვათ, სიკეთეებს ვერ ტოვებენ და არ ცხოვრობენ ეკლესიურად, ცხოვრობენ თავისი ქვენაგზნობებით, ასე ვთქვათ, მათ ადვილად ერევა ბოროტი ძალა და ასევე დიდათ ებრძვის და დიდათ ერჩის, ასე ვთქვათ, ბოროტი ძალა ადამიანებს, ვინც შეიძლება იყვნენ ღვაწლში, ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, მაგრამ გარკვეულწილად ხიბლში იყვნენ თავისი ამ ღვაწლიდან გამომდინარე და სწორედ ესეთი თხრობა არის დღევანდელი დღის სვინაქსარში, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბერი, რომელიც ასე ვთქვათ, ანთებული იყო, მოშურნეობით იყო, რომ ღვაწლი უნდა ეტვირთა და თავის იღუმენს, თავის სულიერ მოძღვარს ევედრებოდა, რომ სადმე უდაბნოში წასულიყო და იქ განმარტოებით ეღვაწა და იღუმენი არ უშობდა, ვინაიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი, მაგრამ იმდენად შეაწუხა ამ ბერმა თავის სულიერ მოძღვარი, რომ მისი ნების, ასე ვთქვათ, დაყაბულდა მის ნებას და გაუშვა ერთ-ერთ უდაბნოში. ამ ადამიანმა მოშურნეობით დაიწყო ღვაწლი, ლოცულობდა, მარხულობდა და როგორც აღნიშნეთ, ეშმაკი ყოველთვის ჩასაფრებულია და ყოველთვის ცდილობს ადამიანს ხელი შეუშალოს კარგ საქმეში და ამ ადამიანსაც ეშმაკი ეცხადება ნათლის ანგელოზის სახით და ასეთ რაღაცას ეუბნება, რომ შენმა ღვაწლმა იმ დონეზე მიგიყვანა, რომ შენ ღმერთმა შენთან გამომაგზავნა ანგელოზი, რომ გემსახურო და ადამიანი ამ ადამიანს გაუკვირდება, რომ რა დავიმსახურე, ეგეთი რა ღვაწლი აღვასრულე ესეთი, რომ ანგელოზების მსახურება დავიმსახურებ და ეშმაკი ეუბნება, რომ ჩამოუთვლის მის აი ლოცულობ, მარხულობ, უდაბნოში გამოხვედი და შენ მართლა ღირსი ხარო, ანგელოზები გემსახურონ და ეს ადამიანს რაღაცნაირად გარო გადახედავს, მოეწონება ის, რომ მართლაც იგი ამას აკეთებდა და ამ აზრს შეიწყნარებს და ფაქტიურად დაუშვებს იმას, რომ ღირსი გახდა ღვთისგან, რომ ანგელოზები მსახურებდნენ მას და ეს ყოველდღიურად ეცხადებოდა ხოლმე, ხშირად ეცხადებოდა ამ ადამიანს ეს ეშმაკი და ბოლოს უკვე ისეთი რაღაც გაუკეთა, რომ ერთ-ერთ ადამიანი გაქურდეს და აპირებდა ამ ბერთან მისვლას, რომ ესაუბრა ამ თემაზე, აინტერესებდა, აინც წმინდა ადამიანიაო და შეიძლება რაღაც მითხრასო და წინა დღეს ეცხადება ეშმაკი ამ ბერს და ეუბნება ისევ ნათლის ანგელოზის სახით, რა თქმა უნდა და ეუბნება, რომ შენთან მოვა ადამიანი, რომელმაც ქონება დაკარგა, წაართვეს ქონება და აი ზუსტად ეუბნება ადგილს, სადაც შეიძლება ამ ადამიანმა ნახოს თავისი ქონება და მართლაც ასე მოხდა. მეორე დღეს მიდის ეს ადამიანი ამ ბერთან და ბერიც ეუბნება ადგილს, სადაც მისი მოყარული ნივთებია, ქონება და ეს პოულობს, რა თქმა უნდა და აღიარებს როგორც დიდ წინასწარმეტყველს და ამის მერე გაითქვა ამ ბერის სახელი გარშემო ქალაქებში და მასთან როგორც წინასწარმეტყველთან ისე მოდიოდნენ და ერთ დღესაც ისევ ნათლის ანგელოზის სახით გამოიცხადა ეშმაკი და ეუბნება, რომ იმ დონეზე მიაღწიე შენ უკვე სიწმინდეს, რომ უფალმა ღირსად ჩაგთვალა, რომ აგამაღლოს ზეცად და შენთან ანგელოზები მოვლენ სულ მალე და ზეცად უნდა ამაღლდე. ეს ადამიანი ჩაფიქრდება, შეშფოთდება, თან გარკვეულწილად სიამაყის გრძნობას დაეუფლება და ერთ-ერთ ადამიანს, ვინც მას საჭმელს აწვდიდა, თხოვს, რომ თან ბერთან მის სულიერ მოძღვართან წავიდეს და მოიყვანოს უდაბნოში მის მოსანახულებად. ეს მის სულიერ მოძღვარი რომ მოდის, ეს ბერი ჩაუვარდება ფეხებში და დაუწყებს მადლობის გადახდას, რომ თქვენი ლოცვით აი ამ სიმაღლეზე მივახციე, რომ ანგელოზები მემსახურებიან და ეხლა ღირსი გავხდი, წინასწარმეტყველების ნიჭი მაქვს და ღირსი გავხდი იმისა, რომ ზეცად უნდა ამამაღლონ ანგელოზებმა და რა თქმა უნდა ეს ბერი ხვდება, რაშიც არის საქმე, გამოცდილი იყო, შედარებით ბევრად გამოცდილი თავის სულიერ შულთან. როცა მოვა ის დრო, რომ მოდიან დემონები ანგელოზთა სახით, ეს მის სულიერ მოძღვარი იწყებს ლოცვას, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე, სადა ის ბერი ვინც იყო და რა თქმა უნდა ეს ბოროტი ძალე სულები ვეღარ ეკარებიან მას და ეს რაღაც ხდება, რომ მის მანტიას იღებენ და ქრებიან. ეს მანტია ზემოთ ადის და მერე ჩამოვარდება მიწაზე დაეშვება ისევ და ეს ბერი ეუბნება, აი რა შეიძლება დაგმართოდა შენს, რომ ამ ეშმაკებს აძლევდი შენ სულს, რომ დაენარცხებოდი სიმაღლიდან და იქნებოდა ეს დანარცხება
ყველაზე ცუდი, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის, რაც უფრო მეტ სიმაღლეზე იქიდან დაშვება და დანარცხება, უფრო მტკივნეული და უფრო რთული არის, რა თქმა უნდა, სულისთვის და შემდეგ დააბრუნებს მონასტერში, მორჩილებასაც მიცემს და ასე გამოიხსნის ამ პარტავნების და ასე ვთქვათ, ხიბლის ნებისგან. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ არასოდეს რაც არ უნდა ღვაწლში ვიყოთ, არასოდეს არც ჩვენ ძალას უნდა ვენდოთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ღვაწლი ჩვენი დამსახურებაა, თუ რამე რაღაც სიმაღლეს მივაღწევთ სულიერს, უნდა ვიცოდეთ ყოველთვის, რომ ეს არის წყალობა ღვთისა და არა ჩვენი დამსახურება და არასოდეს არ უნდა ვიამაყოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სულიერი მიღწევებით იქნება თუ ნებისმიერი მიღწევით, არასოდეს არ უნდა ვიყოთ ამ პარტავნები, ამ ხრივ არავის არ უნდა გადაავამეტოთ თავი ჩვენი სულიერებით და შესაბამისად ყოველთვის თავმდაბლად და მორჩილად ღვთის წინაშე ლოცვით უნდა აღვასრულოთ ჩვენი ღვაწლი ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, რომ აი ესე თავმდაბლად და მორჩილად აგვესრულებინოს ჩვენი ქრისტიანული, ასე ვთქვათ, ღვალი, რაც გვაქვს ჩვენ ღვთისგან მოცემული. ღმერთმა გაგახაროთ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას.